1492 წლის აგვისტოს ესპანეთის საპორტო ქალაქ პალოსიდან უცხნობი დასავლეთისკენ კურსი აიღო სამმა კარაველამ, რათა აღმოეჩინათ უმოკლესი გზა ევროპიდან ინდოეთისკენ. ამ საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ქრისტეფორე კოლუმბი. მოგზაურობა 2 თვესა და 8 დღეს გაგრძელდა. 69 დღეს, როცა 1492 წლის 11 ოქტომბრის ღამე, 12 ოქტომბრის დილამ შეცვალა, კარაველა სანტა-მარიას მორიგემეს ზღვაურმა ესპანურ ენაზე დაიღრიალა. ვიცა! დავშვით იარდნები, ნავები წყალზე! შემთხვევისათვის ესპანურად დაიყვირა კომანდორმა. მოულოდნელად მოისმა პასუხი უცხო ენაზე. მოგავით! Salud, amigos. Salud. Tangi marjos. Amagjoba, ჩემობატონო. Amagjoba. უპასუხეს უცხოელებმა ესპანელებს და თითქოს აქ არაფერიაო, დაწყებული საქმე განაგრძეს. Titliganები კიდე დადევენ ერთმანეთსა. მიეცი ბიჭუნას პური. აჰა, დაიჭი. ინდოელები. არა, მადლ. ეგენი ინდოელები კი არა, ინდიელები გახლავართ. ეს ხომ ინდოეთია? ინდოეთია? არა, გენაცვალე. ეს ამერიკა. ეს ინდოეთია. გადაურგერებელი ყოფილ ხარ შენაგათო. იქნება პურის ხვას მასწავლო. შენ თვითონ ვინახარ? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინახარ? ჩვენ რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს ტათუნიკა. გახლავართ ბატონო. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ, ვიკენდი გახლავართ, ჩემო ბატონო. 4-ვენი რაჭველები ვართ. რაჭველები? ონიდან შეგა. კოლუმბი ჩაფიქრდა ღრმად. მერე კი სახე გაუნათდა და წამოიძახა. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში!
რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კავკასიონის ქედსა ჩრდილოეთიდან და სვანეთს, იმერეთს და სამხრეთ ოსეთს შორის დანარჩენი სამი მხრიდან. რაჭა მთიანი ქვეყანაა. ზემო და ქვემო რაჭა. სწორია მეგობრის შენიშვნა. მართლაც რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭაში მთები უფრო მაღალია, ვიდრე ქვემო რაჭაში. ამაში თქვენს ადვილად დარწმუნდებით თუ ყურადღებით დააკვირდებით რელიეფს. მაყურებელს შეუძლია დარწმუნდეს რაჭის მშვენიერებაში. მთების გარდა აქ ბევრია სუფთა ჰაერი. ჩვენს დროში ესეც ხომ სიმდიდრეა. ნახეთ. აქ ბევრია თვალწარმტაცი ხეობები, ტყეები, სწრაფი მდინარეები, ისეთი კამკამა წმინდა წყლით, რომ დაჯერებაც ძნელია. ალპიური მინდვრები, წყაროები, ჩანჩქერები და სამკურნალო მინერალური წყლები. ერთ რამეში არ გამომართლათ მხოლოდ რაჭველებს. აქ ძალიან ცოტაა სახნავი მიწა. რადგან მიწა ცოტაა, რაჭველები ერთადერთნი ქართველთაგან ძველი დროიდან სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე მიემგზავრებოდნენ საშოვარს. ამიტომ იყო, რომ ამერიკაშიც ესპანელებზე ადრე აღმოჩნდნენ და სარწმუნო წყაროების მიხედვით თვით ქრისტეფორე კოლუმბს შოთის პურებით მიეგებდნენ. მათ ეს ისტორიული ფაქტი ფოტოზე აღბეჭდეს და შთამომავლობას შემოუნახეს. რაჭველები პრაქტიკული ხალხია, მაგრამ არც იმდენად, რომ უცხო მხარეს ფეხის მოკიდება შეძლებოდათ, ან და ღმერთმა დაგვიფაროს გამდიდრებულიყვნენ კიდეც. ასე რომ, მათ დიდი ხანია მიატოვეს შორეული ქვეყნები, ცხოვრობენ ახლა საქართველოს დიდ ქალაქებში და მისტირიან რაჭას. თუ წინათ რაჭველები კარგ დურგლებად, მზარეულებად, ხაბაზებად და მწირთავებად ითვლებოდნენ, ახლა მათ შორის იმდენი მეცნიერია, რომ სურვილისამებრ შეიძლება გაიხსნეს რაჭის მეცნიერებათა აკადემია. 18 აკადემიკოსი, 72 მეცნიერებათა დოქტორი, 222 კანდიდატი, გეოლოგები, ენათმეცნიერები, ფიზიკოსები, აგრონომები, მათემატიკოსები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები, ფეხბურთელები, 2 მეხანძრე, და 1 სასწრაფო დახმარების მძღოლი. თუმცა ავიანები ამბობენ, რომ დედა იმერელი ჰყავსო. ვახუშტი ბატონიშვილი. ნახოთ, რას წერს რაჭველებზე ვახუშტი ბატონიშვილი. მე-18 საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, გეოგრაფი და რუკების შემდგენელი. რაჭა კაცნი ტანოვანი, ხნენი, ბრძოლასა შემართებულნი, ძლიერნი, უსაქციელო ქალნი მშვენიერნი, მქცევნი და მეურნენი. გმადლობთ. არა. ნახვამდის. რაჭველები მღერიან. ამ სიმღერას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით. იქნებ ბოლოს და ბოლოს ფილმის დასასრულამდე გავარკვიოთ, რა დაუბარა რაჭველებს წერეთელმა. გავიდეთ გარეთ. შეხედეთ? ნამდვილი რაჭველი. ხედავთ როგორ ზის. წყნარად, აუღელვებლად, ფიქრიანად. ასე მხოლოდ რაჭველ კაცს შეუძლია, სხვას არ არის. მეგობარო, ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ. ხომ ვერ გვეტყვით, რაზე ფიქრობთ?
17. აჰა, გასაგებია. 17. მადლობთ, მადლობთ. რა 17? ვერ გავიგე? უნდა ვკითხო. მაპატიეთ, რას ნიშნავს ეს მაგიური რიცხვი 17? ხო ვერ მეტყვით, ეთაყვა. 18. რა? 18. არა, ძმაო, ეს რაჭველი არ იყო, არა. აი ესენი კი ნამდვილი რაჭველები არიან. სიდარვაისლით, სიდინჯით, სიკეთით, პატიოსნებით გამორჩეული ხალხი. საწყენია, მაგრამ იყო დრო, როცა რაჭველებს მოგრძალებით რომ ვთქვათ, დინჯად მოაზროვნე ხალხად თვლიდნენ. მათ უამრავ წყვილს უგურნებდნენ დაახლოებით ასეთი ხასიათისას. ეს მოხდა ძველად, 100, 200, 300 წლის წინათ. აი ამ მოედანზე სიკვდილ მისჯილები გამოიყვანეს. სიცოცხლე შეუნარჩუნებ იმას, ვინც რაჭვას გააცინებს. მეგრელი! ყველაზე თითო ხანძიფავ. აფრიკაში შემენადირების ერთი სამაგალითო ისტორიები რომ მოგიყვეთ. თუ შეიძლება. მე ძალიან დიდი მერი მაქვს თქვენ სამართლიანებს. რატომ გინდა ბიჭო შემისწრებდე იმანდამაით? ერთი ტყუიად მაინც გეციდა ბიჭო. შევედით კაში და ხედა. პრაკადი. აუ იმერელი! ჰაი. ჰაპ. 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 გურული! ახელი!
გამგაგაცინავ ჩემო მარკოს. მეგრელის მონახულმა ნადირობა. ამ თემაზე თანამედროვე ანეკდოტების ბევრია. აი რამდენიმე მათგანი. სალარი. რასეძებ? რა ჭვილები? მადარებელს. რომელი მატარებელი გინდა? რიონის. ოსი ზუთია, რაც თავიდა მატარებელი, ოსი ზუთია. წასულა. ხედავ ვიგენდი. კიდე კარგი ვირბინეთ, თორემ მთელი საათი დავიგვიანებდით. გადახტებ. 10-მდე დაითვლი. ამას გამოკაჩავ. პარაშუტი გაიხსნება, გაიგე? რა არის ა გაუგებარი? დაითვლი 10-მდე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გამოკაჩე, გაიხსნა, გაიგე? აბა წავედით. აბა წავედით. ხომ გახსოვს? ერთი. ათი. ბატონო. მარგოზა, რა არის თუ ვიცი? მიდი კაცო. აუცი ბიჭო ცოტა ზეით. აბი. მარგოზა, მიდი. კაცერდი ერთი წუთი შეკაცო. მარგოზა, რა იყო? რაღაცა მინდა გითხრა კაცო. რა დროს ლაპარაკია შეკაცო? მარგოზა, რატო გაჩერდი? რაღაც მინდოდა მეთქვა. მიდი. ჰე? აუცი. მოიცადე შეკაცო, ერთი წუთი არ შეგიძლია რომ ამის მინო შეკაცო. აბი ზეით და მე ვილაპარაკოთ.
ჩერდები. ამოვედეს. დადგი მეშვიდია. აბარა გინდოდა გეთქვა, გისმენ ახლა, ვიკენდი. რადა სადარბაზო შეგვეშალა ხო იცი? ყველა ანეკდოტი რაჭველებზე აგებულია მათ გულუბრყვილობასა და სიდინჯეზე. ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. დიახ, ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. საწინააღმდეგო მოსაზრების დასამტკიცებლად რაჭველებმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მარათონულ სირბილში აბიბო სირბილაძის წინააღმდეგ გამოიყვანეს სპორტ საზოგადოება პიშჩევიკის ნაკრების წევრი. პირველი თანრიგის შეფმზარეული აფრასიონ მალაქიაძე რაჭველიშვილი. ჩვენ ვესწრებით საუკუნის ამ სუპერმარათონის სტარტს, რომელიც იწყება აქ ჩვენთან რაჭაში, ქალაქ ონში, მოედანზე, მდინარე რიონზე გადებულ ხიდთან. სტარტზე. მოემზადეთ. ყურადღება. Რაღაც უცდი. ელაირი ბილიარდეიღა. ხანამოფრიანები. არაჩქარდე. აბა ტყუილად წამოვისყეთ ამგვარი რამე. არაა ჩვენი საქმე სირბილში გაჯიბრება. თვითონ რატომ არ არის ჩვენი საქმე? არის ჰაგი. უდამდო. ვაი. საით გარბიხართ რაჭველებო? მოგზავნე კაცი. ვერ ახედავ. რას გარბიხართ თქვენ ამდენი ხართ, ეგენი კი ორნი. ჩვენ ყარა ვიცით რომელს მოგდებს თუ არა? არავინ იფიქროს, რომ რაჭველები შიშმა გააქცია. სულაც არა, გაურკვევლობამ. რომ სწოდნოდათ რას ერჩევდნენ დევრები, ან რომელთან ჰქონდათ საქმე. ის ერთი დაელოდებოდა და გაუსწორდებოდა. გავიხსენოთ, როგორ მოექცა ყაჩაღებს მარკოზის ბაბუა, ისიც მარკოზი. მაიტა ხურჯინი. ხურჯინი. მოვეცი ხა მაი ხურჯინი გეუბნები. მაიტა. მოუსვი აქედან და კრინტიარსა დაძრათოლე თავს, ძირში მოგაჭრი. გამისმინეთ ჩვენი ჯირიმი. გამეხმარეთ. ასე როგორ გამოყო თავის სოფელ ქვეყანაში. ერთი ეს ჩოხის კალთა გამოიხრიტეთ ტყვით. წყებსაც შევაშინებ და სახშიც თავს გავიმართლებ, შევეწინა აღმდეგე ყეთქვა.
მესროლე შენი ჯირი. ეს როლე? ერთუნა კიდე მესროლეთ. მედი შეძარეკე. ახლა აქითა გვერდზე. კეკოპრიკო, დაბალ კატენო უნდა. დიდხან უნდა გატენა. დიდხან, დიდხან, ადრე დასგიდი ახლა. რას? აი, ხელი შევირო მეთქი და აი ხომ ხედავთ რომ გამბედაობას ყოფნით რაჭველებს და ეშმაკობაც. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს რეპორტაჟს. შეჯიბრის დაწყებიდან 2 დღე გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა აფროსიონ რაჭველიშვილი. გადავგრია სიზმრებმა. გამარჯობა. დაშვებით როგორ ახალ? შენ როგორ ახალ? რა არის გადავგვარ და. როგორ წააგავს მისი სირბილის რიტმის სიმღერას, ადრე რომ მოვისმინეთ. დაუგდეთ ყური? მე მგონია რაჭველების მომღერალთა გუნდი ჯერ არ გაჩერებულა. სიმღერის სიტყვები იგივეა. იდუმალი, მრავლის მთქმელი. რამდენიმე სიტყვა საჭმელზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაჭველები საუკეთესო კულინარები, მზარეულები, კონდიტრები და ხაბაზები არიან. ადრე უმაღლესი კლასის ყველა ღირსეული რესტორნის მზარეული რაჭველი უნდა ყოფილიყო. დღესაც მომსახურეობის სფეროს გვარდიას ძველებურად რაჭველები შეადგენენ. საჩივრის წიგნი მომეცი ამხანაგო. რა გინდა საჩივრის წიგნი ოქრო? და გუშინ თქვენთან კატლეტი ვჭამე. მე ფული დღესაც გინდა რომ გაიხადო. ეტევი ხადო კი არა ის არ გინდა. კატლეტი ვჭამე და მოვიძამლე. ოდა დღეს საჩივრის წიგნში უნდა ჩავდე რომ მომხმარებელს დამპალ ხორცს აჭმევთ. შენ თუ ინტრიგანი არ ახარ. ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდა? ბოდიში. აბა მარკოზა. ერთი ეს მითხარი რა სიზამ ტყეში დათვირო შეგვ აქედან თუ იქიდან? შენს ეს რა მნიშვნელობა? იქიდან. თობს ვესვრი შეგაცო. რომელ თობს? სანადირო თობს, ტულკას. თოფი თუ არა გაქვს?
ნაჯახ ჩავარ ტყამშიკ თავში. ნაჯახი თუ არ გექნა? ნაჯახით არა მაგა. ფიტალზე წამოვაგე. ფიტალიც თუ არ დაგირჩა. მაშინ ხანჯალ შავცემში გულში. ხანჯალით თუ სახში დაგჭა? სახში დამჩა. არ წამამიღია. არ დამოგიღია. მაშინ გავიქცევი, აბა რა ვხნა. როგორ გაასწრო? ხეზე ავძვრები. ხე თუ არ არის ახლო მახლო? რა დაიდგა ბიჭი არ არის. შენ არ ეცი თუ არა არის ასეთი ტყეები, უხეო. ყველა თქვენ ჩემი ლადესები ხატუი დათვის კაცო. გამარჯო. დამისხი ერთი ჭიქა ბძე. მჟავე კიტრი. აგე. რომანოზა! ეს რა ვნახე, კაცო? რომანოზა! რა გამე? ბიჭო, კაცი შემოვიდა ბუფეტში, რძედალია და მჟავე კიტრი არ მიაყოლა. რა საბაროკო, არ დავიჯერე მაგას. მართლაც გაუგონარი შემთხვევაა. მაგრამ უფრო უცნაური ამბებიც ხდება. შეხედეთ? საიდან, როდის, რანაირად მოახერხა აფრასიონმა შვენიერი დესპინეს გაცნობა. გაცნობა კი არა, ცოლად მოყვანა. ხოჩახ აფრასიონ? გილოცავთ. ხოჩახ აფრასიონ, ხოჩახ. თუმცა, სირბილაძეს ჩამორჩა დაახლოებით სად არის ახლა ჩვენი ჩემპიონი? გულში ჩასახუდებელო რანული ჩემო ხადო ჩემო სისხლო რანული აურა ფერგა მიჭირდა რანული უშენობით ქუთაისო რანული 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 უშენობით ქუთაისო რანული 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 უშენობით ქუთაისო რანული შეიძლება დამავიწყდეს რანული ქუთაისო გეკითხები რანული მაგრადი და საფიჩხია რანული რიონი და თეთრი ქვები რანული 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 რიონი და თეთრი ქვები რანული
რატომაც არა? ჩემპიონს სრული უფლება აქვს, არა გეგმიური, მაგრამ აქტიური დასვენებისა. რადგან მან აფრასიონს გაუსწრო დაახლოებით Московское время 10 часов. ჩემი საათი რაჭულად ამუშავდა. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთებში. გამარჯობა ვიგენი. გამარჯობა. სამუშაოზე რა დაგვიანე რომანოს? ო, აღვიძარა გამიმფუჭდა. რა სამო? აბა. სანდრე გარდა. ჰა. რაშო? რადე მართა შეგაც? არც დადის და არც რეკავს. აბა. დიდი ხანია. არა. ორი წელი გადაიქნება ასე. მე რაღაც უცდი შეგაცო, ხელოსანს დავუყე. ეს რა ვარაგო? სარისკო საქმეა, სულო გამიფუჭოს. ვიგენდი, რომელი საათია თუ გაცხა? ეხლა? ეხლა აბაგუში. ო, მოეწერდი. ნახე ერთი თუ გაცხა. ნახო ერთი. 15 უგლია. აი. რასოკლია 15 ბიჭო? ხო. კაცო, პატარა ისარი არა აქვს, რას მიჩერები ხარ? არა. მე რა? შენს პატრონს. მარგოზა. რა დროა ახლა? ახლა დასვენების დროა. ორაცხელა. რას დღე თუ იცი მარგოზა? 54 შეgadra ვერ ახედა. დააჯექშეთ. ო. მერე მიწას სადაყრე. მიწა ეგერ გამაქვს მდინარის ნაპირზე და იქაური. ო, ესე შორს. აბა რა უყო შეგადra. რა უყო და აქან ამოთხარე მეორე ორმო. ეს მიწა შიჭაყარე. რა გაგეგვერდა? სასარგებლო და საქმიანი რჩევა. ადამიანები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. გავუზიაროთ გამოცდილება. რაჭველებს, როგორც სხვა ღირსეულ მამულიშვილებს, უყვართ ახლობლების დახმარება, კეთილი რჩევა დარიგებით. მიშველი ბიჭო, მიშველი. ათუნიკა ბიჭო, ნუ გაშინია. ჩამოხდი. რომელი ხარ ბიჭო? ვერ გადმოვხდები ბიჭო, ვერა. რა ბიჭო, მიშველი და. ვერ ჩამოხდი. გადმოხდი. ვერა ბიჭო, ვერა. გადმოხდი, დაბანზე. ბიჭო, კიბე მომიტანე, ათუნიკა. რეი. უიმე კიბე გვერდს მიდა შეგაძო. გვეგმოწდება აკა. მე ჩამოდის დაბლა ხომ? ვერა. მოიტანე თოგი. ახლა. თოგი? ხო. თოგი. ესროლე მაღლა. რა თუნდა იმას თოგი? მოიცა კაცო შენ. რა მოგივიდა კაცო? აბა როგორ გინდა ჩამოიყვანო დაბლა? ესროლე. ხეზე ნუახავ, ხეზე. ხეზე მოიხვიე, ხეზე. ხეზე, მაგრამ რა გამოა? ნახო. ახლა მაგრად ჩაეწიდე მაგ თოქს, მაგრად. შენ კიდე დაკაჩე.
მოიცა მარკოზა შეგადო, მოიცა, მაგრად კი არა მაქვს ხელი მოკიდებული, რა გაჩქარა. მოიცა. ერთი. ორი. მოიცა მარკოზა. რას მერჩოდი თქვენ კაი ხალხო, ვერ ვიჯექი ჩემთვის იქანა, რატომ მოიტანე თოგვი? ეს არის ბიჭო ჩამოყვანა. რა ვიცი კაცო ამას წინებზე მურმანა ჩაგვივარ და ჭაში და ამნაირად ამოვათრიეთ თოგით. ამ დროს კი აბიბო სირბილაძე ამაყად განაგრძობს თავის ტრიუმფალურ რბოლას. მას ტაშს უკრავენ თითქმის მთელი მსოფლიოს დიდი ქალაქების შვიდობიანი მოქალაქეები. როდი საიდან როგორ? ნუ თუ უკვე 9 თვე გავიდა. დაუჯერებელია. და ეს ყველაფერი მოხდა გაუჩერებლად. აფროსიოსა და დესპინეს ხომ ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ სირბილი. ახლა კი ამ ურთულეს სუპერმარათონში მთელი ოჯახი მონაწილეობს. რაჭველიშვილების სამეული, წავედით. რომლებიც უკვე დიდ ინდუსტრიულ ქალაქებს უახლოვდებიან. ჩამოვიდნენ ერთხელ რაჭველები დიდ ქალაქში ნათესავის დასაფლავებაზე. აბა, საბოშო. წავედით ახლა. წავედ. მოიცა, სად მივდივართ ახლა ჩვენ? რა არიცი რა სიგულის პინჩა მოხედი კაცო. სადადა საცოდავი მინა გორდეზიანის პანაშვით. დავიდეთ აბა. წავიდეთ, მარა. რა მარა შეგა? რა მივდივართ, სალ მივდივართ. მისამართი თუ იცით რომელი? რა მისამართი არის კაცო. არ ვიცი. არ ვიცი. არავინ არ იცით მისამართი? არ ვიცი. არ ვიცი კაცო. სოფელში ჩვენებს ეწონებათ მისამართი. ამ აღმოჩენამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მართალი არის ეს ბოშვი. მართალია. მაგრამ ჩვენ ვერ შედება ახლა. სოფელში გავაგზავნოთ, დეპეშა შევეკითხოთ. გამარჯობა. გამარჯობა. რაჭა. სოფელი ჭიორა. ჯემალ გაგნიძეს. იცი თუ არა უბედური მინა გორდეზიანის მისამართი. შეგვატყობინეთ სასწრაფო. სადგურის მოედნის ფოსტაზე მოკითხვამდე. თანასოფლელთა სახელითა და დავალებით ბიკეთ. წეთი. დაწერილი გაქვს დეპეშა? მაქვს. დრო გადიოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სცენარეებიც კი ეგუებიან ახალგარემოს. ასიმილაციის დიადი თვისებით ხასიათდებიან ადამიანებით. რაჭველების ნელ-ნელა გათამავდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მათ უკვე მოედნის სხვადასხვა კუთხეში ნახავდა კაცი. ფიზია ბიგენ. რომელი ტრანსპორტია ყველა ეს? ტროლეიბუსი. რატო გასა? დამული თვასე გარბის ბოშო რო უშვარასის. შეხედე. ო
გაიგე? ვერ მიმასწავლე, რომელი ტროლეიბუსი მიდის საბურთალოზე? მე-12. მადლობთ, ოქრო, მადლობ. არაფერს. მოქალაქე, რას უცდი? ტროლეიბუს. მე-12, 7 მოუგეგეიარა. აი 8. გააგრძელე, მოვა. 9. გამებულზე როგორც იქნა მოვიდა პასუხი რაჭიდან. მარკოზა. მოვიდა პასუხი სოფლიდან. შენაგა მერტმა. Министерство связи СССР телеграмма куда кому სადგურის ფოსტა მოკითხვამდე ვიკენდი გაგნიძეს. შენი ყოფილა ბიჭო. ჩემი ყოფილა. შეკითხვაზე ვიცი თუ არა განსვენებული მინა გორდეზიანის მისამართი პასუხობთ ვიცი თანასოფლელთა სახელი ჯემალ გაგნიძე. წავიდეთ აბა. წავედ. საით გაგიწევიათ მოკეთეებო? მისამართი თუ იცით? ჯემალ გაგნიძე ვიცის. რაჭაში. სტარტის დღიდან რამდენიმე წელიწადი და 2 თვე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ რაჭველები კარგი მორბენალი ხალხი, მატარებლითაც მარჯვედ დადიან. ჩვენ ვიცით მატარებელთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რაჭველებზე. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. 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 გაუმარჯოს. სალამი. შოშმიბდანდელი ბატონო. მე ქუთაისში პატივცემულო. ჩვენ. ზელაში. რა. გინდა რა. მე ძალიან სწორი გზა მაქვს განაცვალა. ხარკოვში მივდივარ საქმეზე. ეს როგორ გაცა? ხედავ შენა. ზედათარო ქუთაისში მიდის. ქვედა თელავში. ეს აგიდება ხარკოვში. ხედავ სადამდე წავიდა ტექნიკა. აბა, თქვენ საით მიდიხართ რომ? რაჭაში. მარკო, გამარჯობა. ой, ჩემი ცოდიცოზე. ой. გადაგემართა მარკოზა. ზედათარო ვიწექი ბიჭო, რამდენჯერ წამეძინა, იმდენჯერ გადმოვარდი. მერე გაგეცვალა ვინმესთვის ადგილი შეგაცო. რო ვისთვის გამეცვალა არავინ არ იყო მატარებელში და. სასაცილოა რა. მე კი მგონია მარკოზი სწორია. სხვაგან რომ დაწოლილიყო, ხომ შეიძლება ბილეთი ან გზავს გაეღვიძებინა. დაფიქრდით? თქვენ იფიქრეთ, მე კი ისევ ჩვენს მარათონელებს დავუბრუნდები.
ჩემპიონი კი მიჰყვება ჩრდილოეთ განედის მე-20 პარალელს. საჰარის ტრამალები. მარათონისთვის ძალზე ძნელი, უმძიმესი პირობები. არც ჩრდილი, არც წყალი. გავიხსენოთ რაჭა. რამდენი წყალია რაჭაში? ნებისმიერი წყალი. მინერალური, წყაროს წყალი, მჟავე წყალი, მდინარის წყალი. ტყუილად კი არ ამბობენ გასაცდელი ჟამს რაჭველი ქალები. რა ვქნა, რა წყალში გადავარდეო. აქ იმდენია წყალი. ისე დიდი არჩევანი. ეს რა არის? რა ხმაურია? აკლემების ქარავანია თუ მარტორქების ჯოგი? ხო არ დაიღალეთ. არა, აფრესიან საყვარე. ჩემპიონს უჭირს, ჩემპიონს ესმის ავის მაუწყებელი ნაბიჯების ხმა. მაინც ვინ გაიმარჯვებს? ის რაც წინათ იოლად ჩამდა, ახალ სადაოდ იქცა. სირბილაძე თუ აფრასიონი თავისი ოჯახით თუ? აფრასიონი თუ სირბილაძე? აქ უკვე ნიძლავი და კამათი შეიძლება. რაჭველებს კი უყვარს კამათი. მათ იციან ნიძლავისა და კამათის ფასი. გამარჯობა რომელო შენი. ჯოგოს გავამაგე. მოდი, გამოცანა უთხრა ნიძლავზე მე და შენ ერთმანეთს, ა? არ მინდა. რატომ? შენ მომიგები ვიცი. შენი მანეთ იჭები თუ მან? გაჯეკ. დავჯექ. აბა რა არის? თხაში შებრინდა და შავი იყო. შავი იყო. ხო. შავი თუ იყო, გამეჩი იქნებოდა. წაგე. შაშვი იყო. გამეჩი როდის იყო როფერდა კომიშვარა. ხო გითხარი ჯუგო, წავაგებ მეთქი არა. ახლა შეთქვი, შენი რიგია წესით. ჩემი. კედელზე 3 ფეხით შევედ და 4-ით გამოვედ. ნეტა რა უნდა იყოს? სამი ფეხით შეხვედი და 4-ით გამოხვედი გაზო? მე მგონი. სამი ფეხით შეხვედი 4? კი მაგრამ მე 4 ფეხის დაიდა გაჟდადო? საგმეს მაგაშია რა. 3 ფეხით? ეს ის არის ბიჭა ის. არა, ჯუგო. არა. გაცდა თავი. კაია ბაზავაგე. გამოვში. აშენ თუმანი. ოღონდ მითხარი თუ კაცი ხარ. რა არის ეს? ჟერმანეთ, შენ გეკუთვნის. ვერც მე გამევიცანი. როგორ როცა? რა ვარ და 4 ფეხით როხა კი არა ვარ ზეგავდა. ვაუ! ფინიშამდე 2 კილომეტრი დარჩა. რაში აფრასიონის საიდუმლოება, როგორ შეძნო ოჯახის შექმნასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნება. როგორ გაანაწილა თავისი ძალა ამ სუპერმარათონის განმავლობაში. მასვე მიმართოთ ამ შეკითხვით. ჯერ არ დამთავრებულა. აბა, მომღებით. არ მიკურს პასუხი რომ ვერ მივიღე. წინდა ხედულობა და სიფრთხილით მიდგომა დაკისრებული საქმისადმი ყოველთვის გამოარჩევდა რაჭველ კაცს. ხახახა კი ამოძრადა შეგაზა. რომელი სოგოა? ნიღვია. ნიღვია, ღმერთების საჭმელი. შენ თუ ჭამე. არა. ხო და ჯერ შენ გასინჯე. მე ვერ გავბედა მოქროება. მართალი. რა მართალი კაცო? რა და სოგოა. ჟებო. ჯერ ამას ხო არ გავასინჯოთ. მიუტანები კენდი სოგო.
აი კიდე ბოშო. ნახე ერთი რა მოუვა. იქით. ერთ საათს ელოდნენ რაჭველები, 2-ს. არ ჩანს ბიკენტი. ბოლოს მარკოზმა ამოიოხრა და ერთი მაგი დედაცავადირე, რაც იქნება, იქნება. გეფიცები ასე იყო თქვა, ქვერავა შეგათ. საიდან მოიგონებ ხოლმე ახლა მაგასა? თუ საიდან გიან აჯახი უთხრი შეიბანჯგულიან თავში გაცა. ბიკენტი რა არის ძაღლუკა? მოკვდა ძაღლუკა. არაფერი გამოდის და რა ვქნა. დავიღუპე. არაფერი გამოდის. როგორ დავიღუპე? რა შვები რომანოზა? შენ გინდა რომ მოიწამლო ბიჭო? ვიწომ რატომ უნდა მოიწამლო? ძაღლუკა რომ მოკვდა? კი, მოკვდა უბედური. მანქანა დაეჯახა. მანქანა? კი. მანქანა? ხო. დაძაბულმა მოლოდინმა აპოგიას მიაღწია, აი საცაა დამთავრდება საუკუნის სუპერმარათონი. დამთავრდება იქ, სადაც დაიწყო ჩვენთან ქალაქ ონში. რა მოუვიდა, რა შვება? როგორ თუ რა ასად? ეს ახლა ნერვიულობ დასაშვება. ფინიშამდე 20 მეტრიღა დარჩა. დიახ, მთელი ძალები ამოწურა აბიბო. მაგრამ ეს არ ხდება. აჰა, რაჭველი მაინც რაჭველად რჩება. ის არასოდეს კარგავს იუმორის გრძნობას. მათაშორის ეს სასაცილო ისტორიების თავის თავზე მოიგონეს თვითონ რაჭველებმა და არავინ სხვა. დაიმახსოვრეთ თვითონ რაჭველებმა. ესაა ჭეშმარიტი კეთილშობილება. მათ პირველი და მეორე ადგილები გაიყოს. ოქროთსა და ვერცხლით, ვერცხლისა და ოქროთს. აფრასიონი მოიქცა ისე, როგორც ნამდვილ რაჭველ სპორტსმენს შეეფერება. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სუპერმარათონში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იმარჯვებს სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა. აი საიდუმლოს ამოხსნაც. აი პასუხი. ჩემთვის ახლა კი ცხადზე ცხადია, რომ წინაპრებმა და მათ შორის წერეთელმაც რაჭველებს დაუბარა იყვნენ კეთილნი, შრომის მოყვარენი, მებრძოლნი, მიზანსწრაფულნი და გონიერნი. Valadi deli,
რაც შეეხება სისწრაფეს. ნუ დაუჯერებთ ამ ანეკდოტებს რაჭველებზე. ხომ დარწმუნდით, რომ გამარჯვება მხოლოდ სისწრაფეს არ მოაქვს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს ხანდახან. ჩვენი ცხოვრება ხომ მარათონია და არა სპრინტი. ახლა კი დროა გითხრათ ერთ ჩვენებური ანდაზზე. რაჭველებს დიდხანს რომ უყურო, თვითონაც გარაჭველდებიო. ასე რომ თქვენც, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ცოტათი გარაჭველდით.